ყველას მოგესალმებით, ეს არის Iron Podcast-ი და ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი სტუმარი არის დავით ქირია, Glory-ის IFC-ის ჩემპიონი, ბოლოს ხო IFC-ის ჩემპიონი გახდი კიდე. IFC Max Fight. Max Fight-ი. კი, როგორ ახარ დავით? სავატე, მადლობა. თავად როგორ ახარ? მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სპორტულად. ახალ სივრცეში გადმოსულ ხარ, წარმატებებს გისურვებ. როგორ მოგწონს ჩვენი დარბაზი, აუზი? კი, პირველ რიგში თვითონ უბანი არის ძალიან მაგარი უბანი. ეს ერთი თან და გარემო ძალიან მაგარი არის და მისურვებ წარმატებებს. ყველაფერი მადლობა. გამიხარდება თუ ჩვენი ხშირი სტუმარი იქნება. დიდი შეავნებით მოვა რა თქმა უნდა. ისეთ საფხული მოდის თან ბასენი თან ვარჯიში. კი, მგონი საუკეთესო დროის გატარება არის. დავით, მე მინდა დავიწყო MMA-ით, რადგანაც ესე დალაგდა, რომ ჩემი პოდკასტი იყო UFC-ის განხილვები, მაგრამ შემდეგ ცოტათი ფორმატი უფრო გავამდიდრეთ და დავამატეთ უბრალოდ სტუმრები, რომელიც არიან სპორტში, მაგრამ ზოგჯერ ეს UFC-ის და MMA-ის უბრუნდებით. შენ ალბათ ადევნებ თვალს ჩვენ მებრძოლებს MMA-ში, UFC-ში. და შენი როგორც პროფესიონალური და უმაღლესი დონის კიკბოქსერი, რა სიტყოდი აი ფეხების და ხელების ტექნიკაზე, რომელსაც ფლობენ MMA მებრძოლები. რითი განსხვავდება კლასიკური კიკბოქსინგიდან? მე ამ შეკითხვას ასევე უსვამდი მოჭიდავეებს, მოკრივეებს და ძალიან მაინტერესებს შეხედულება შენი განსხვავება და საერთოდ რა არის. მთელ სოფლიოში ახლა დღეს UFC, ანუ MMA-ის ზოგადად MMA არის ძალიან პოპულარული და რა თქმა უნდა, მთელი ყურადღება მიდის MMA-ზე. არც მე ვარ გამორჩეული და ჩემი აკადემია, საბრძოლო ხელოვნების აკადემიას მივეცი მრავალპროფილური მიმართულება, მაქვს არა მარტო კიკბოქსინგი, ასევე მაქვს MMA და ასევე კარატეს ორი სახეობა გვაქვს, რადგან MMA არის უნივერსალური სპორტი, სადაც არის სტრაიკინგის უმაღლესი დონის მოთხოვნა და ასევე არის გრეპლინგი, ჯიუ-ჯიტსუს და ასე შემდეგ. ყველა სპორტ შეიცავს. დიახ, ყველა სპორტ შეიცავს. აქედან გამომდინარე არის უნივერსალური საბრძოლო ხელოვნების სახეობა, ხო? რაც შეეხება განსხვავებას, რა თქმა უნდა, ტიპიური კლასიკური კიკბოქსინგისგან, სტრაიკინგისგან განსხვავდება, რადგან მან დგომი უფრო დაბლა, შეიძლება დაბალ პოზიციაში იყოს, რადგან MMA-ში, დიახ, MMA-ში ისე გაშლილი და სიმაღლეში ვერ დადგები, როგორც მაგალითად კიკბოქსინგში, ასევე არის უფრო დიდი სივრცე ოქტაგონზე და შესაბამისად ბევრი მოძრაობა გიწევს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის დროს. აქედან გამომდინარე კრივის ტექნიკასაც შეიცავს, იმიტომ რომ კრივში თუ არ გაქვს კარგი მოძრაობა, ხო იცი ხო, აი მანძილის გრძნობა, ახლო დისტანცია, შორის დისტანცია, ასე რომ სრულებით განსხვავდება ეს ორი სახეობა ერთმანეთისგან და იქიდან გამომდინარე რომ პლუს კიდე ემატება ჭიდაობა. ანუ ამის გამო დგომი უფრო დაბალი აქვს MMA-ზე. დიახ, უფრო დაბალი, უფრო გაშლილი დგომი აქვს, რადგან აი შესვლებისგან თავს იცავ, ანუ არის პარტერშიც მუშაობა და აქედან გამომდინარე ცოტა განსხვავდება ერთმანეთისგან. დავით, ორი დიდი ვარსკვლავი, რომელიც ყველამ იცის UFC-ში, ისრაელ ადესანია, პერეირა, ორივე არიან კლასიკური კიკბოქსინგის წარმომადგენლები, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან მარტივად გაინწადეს ადაპტირება და გახდნენ ვარსკვლავები MMA-ში და კერძოდ UFC-ის ორგანიზაციაში. დიახ, ანუ თლა ისეთ მარტივადაც ვერ ვიტყვით, მაგრამ ძალიან დიდი შრომის ფასად ალბათ, რადგან ძალიან რთულია, აი მაგალითად, როდესაც ჩხუბობ 15 წუთი, ან კიდე სატიტულო ბრძოლას როცა იღებ და 25 წუთი გიწევს ბრძოლის კონტროლი და გიწევს შესვლებისგან, ტეიქდაუნებისგან თავის დაცვა, ეგ არ არის მარტივი, მაგრამ ისინი არიან ძალიან წარმატებული მებრძოლები, განსაკუთრებით პერეირას გამოვყოფდი კიკბოქსინგში, მან ყველანაირი რეკორდი დაამყარა, ფაქტიურად კიკბოქსინგში მისმა მოღვაწეობამ ბოლო წლებში, ბოლო პერიოდში აზრის დაკარგა, რადგან სულ იგებდა, ალბათ 10-ზე მეტი დაცვა, ქამრის დაცვა, ხო? რა ორგანიზაციებზე არის საუბარი? კიკბოქსინგში? პერეირა კულონ ფაიტში ჩხუბობდა, ჩვენ ერთად ჩხუბობდით ერთ ივენთებზე და გლორისში ჩხუბობდა. კულონ ფაიტში ბოლოს ვიჩხუბეთ ერთად, სადაც მან არტურ კიშენკოსთან ნოკაუტი წააგო
შემდეგ მან გლორიში გააგრძელა კონტრაქტი, სადაც რამოდენიმე ერთ ივენტზეც ვარ თანაჩხუბარი. მას შემდეგ რაც ერთხელ ეს კამარი რომ მოიგო გლორიში, იმის მერე მას არ წაუგია ბრძოლა. ჩემი აზრით ეს ძიება, რომელშიც პერეირა იყო თავის დროზე, ეს მეტყველებს უბრალოდ როგორც სპორტსმენის ინტერესზე თუ ჩემი აზრით MMA-ში არის უფრო დიდი თანხები და მაგიტომ ხომ არ გადადიან თუ უბრალოდ სპორტული ინტერესი არის შენი აზრით? ანუ მანდ არის სპორტული ინტერესი, აზარტი და რა თქმა უნდა ფინანსური მხარე არის ერთ-ერთი მოტივატორი, იმიტომ რომ პირადად გონორარები არის რო ავიღოთ გლორი, სკულუმ ფაიტი და UFC-ში. შეგვიძლია რომ ვთქვათ რომ მსგავსი გონორარები არის? არა, დღეს უკვე ალბათ შედარებაც არ შეიძლება. ანუ UFC-ს ბევრად მაღალია ეს. UFC-ს შეიძლება ითქვას რომ ბევრად მაღალია განსაკუთრებით ჩემპიონში, ანუ ჩემპიონობაზე. ის ბონუსები 3 მილიონი რაღაც დოლარი აიღო პერერამ ბოლო ბრძოლაში. დიახ. ახლოსაც ვერ მივა მაგალითად კიკბოქსინგის ჰონორარი ამ ჰონორართან. შენი აზრით ეს გამოწვეული არის უკეთესი პრომოუშენით, რომელსაც უწევს UFC, თუ ეს უბრალოდ ინტერესი არის ხალხის? ეს არის კომერცია და მეტი არაფერი აქ. როდესაც მე ამერიკაში ვჩხუბობდი, ანუ გლორიზე რომ ვჩხუბობდი, ერთ პერიოდი ამერიკაში მიწევდა კი არა, რამოდენიმე ბრძოლა ჩავატარე ამერიკაში, 3 ბრძოლა. ხო. მაშინ როდესაც ამერიკაში ჩავდიოდი, იყო ეგეთი საუბარი რა, მენეჯმენტთან რაღაც კონტრაქტზე რო საუბრობდით, გაუმჯობესებაზე, პირობებზე რაღაცაზე, გვეუბნებოდნენ რომ ეს იყო all about numbers, you know? რაც უფრო მეწყიდი, მეც უფრო იღებ, ასე რომ ყველაფერი არის კომერცია, ხო? მაგალითად თუ დავაკვირდებით სტატისტიკას, სიტყვაზე ვთქვათ, რამდენი სპონსორი, რამდენი ყურება, რამდენი სატელევიზიო და ინტერნეტ ყურადღება მოდის UFC-ზე, მაგალითად One Championship-ზე და Glory-ზე, შესაბამისად იღებ იმას რა, ჰონორარს რა, ეს არის ყველაფერი ციფრებზე დამოკიდებული. დავით, ძალიან მაინტერესებს შენი აზრი ესეთი ორთაბრძოლების მიმართულებით, როგორც არის მუშტიკრივი. რადგანაც გონორარების მხრივ შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ ორთაბრძოლებში პირველ ადგილზე არის კრივი, კლასიკური კრივი, მეორე ადგილზე MMA და მესამე ადგილზე გადის ახლა მუშტიკრივი მაღალი გონორარების მხრივ. და ბოლო 2 წლის განმავლობაში შეძლო და გადაასწრო კიკბოქსინგს. მედიური და ფინანსური და მედიური მხრივ და რას ფიქრობ, ანუ რატომ არის და რას ფიქრობ პრინციპში ესეთ სახეობაზე? კარგი რეკორდი გაქვს მუშტიკრივს. მე კი ადლო. იცით რა არის? ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მაყურებელს უნდა მიაწოდო ის, რასაც მოითხოვს, ხო? რაღაცა გადის, რაღაცა შემოდის, ხო? ანუ ვერ ვიტყოდი, რომ მუშტიკრივი მესამე ადგილზე, იმიტომ რომ One Championship-ი ძალიან მაგრად დგას აზიაში ფეხზე და ძალიან დიდი კარგ ჰონორარებსაც უგვიხდიან მებრძოლებს. აი პირობითად ვთქვათ, 2 წლის წინ კოვიდის შემდეგ 2 გრან-პრიზე მივიღე მონაწილეობა, სადაც ორივე ჯერ იყო მილიონი საპრიზო არა ფონდი, არამედ გამარჯვებულზე იყო 1 მილიონი დოლარი, ხო? ანუ არ არის სულ პატარა ციფრი, ხო? სამწუხაროდ ეს ტურნირები ვერ მოვიგე, მაგრამ ანუ ბონუსი იყოს, კონტრაქტი იყო მილიონიანი, ხო? რაც შეეხება მუშტიკრივს, უყურე ხა მაგრეგორის პრომოუშენს, ხო? ბერნაკოვ, ძალიან მაგარი შოუ არის და ხო, რაც უფრო მეტი იქნება ესეთ ტურნირი, რაც უფრო მეტი იქნება ჰონორარი, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისაღები არის. ბევრი ამბობს, რომ ეს არის რაღაც ახალი, ნაწილი მაყურებლების ამბობს კი, რომ ეს არის უბრალოდ დაბრუნება იმისკენ, რისგანაც ორთაბრძოლები დაიწყო, იგივე პანკრატიონი და იგივე კრივი, როდესაც ხელებზე იხვევდნენ ბინტებს და ჩხუბობდნენ. შენი აზრით, შეგვიძლია რომ დავარქვათ ეს არის სპორტი, თუ ეს არის უფრო შოუ და როგორც სპორტსმენი, როგორ შეაფასებდი ტექნიკური ელემენტები, ანუ როგორ სტარდება ეს ყველაფერი, როგორი ფორმატი აქვს და თუ ხედავ რომ ამ მიმართულებას აქ განვითარება მომავალში. თუ უბრალოდ რაღაც ეპიზოდური არის, ინტერესი გამოიწვია და გაქრება. არ განვასხვავებ შოუს და იმას რა, სპორტს, იმიტომ რომ შოუ სპორტის გარეშე და სპორტი შოუს გარეშე ცოტა ისეთი არის რა, ანუ ეს ერთმანეთს მისდევს.
მე ვიტყოდი აი ძველ დროზე და იმ დასაწყისზე რო საუბრობ, ხო? ანუ რო შეეხე უბრალოდ ამ თემას ვიტყოდი აგერ TIE Fight, ნაკლებად ცნობილი ის არის რა, პრომოუშენი არის TIE Fight. აი ჩაწერე TIE Fight და შენახავ. აი ხო. ან ტაილანდში ხდება ეგ ამბავი მარტო, სადაც მხოლოდ დახვეული იმები ჩხუბობენ რა, ბინტებში ჩხუბობენ. ეგ არის ჩხუბი, ანუ თუ ვიტყვით ბრძოლაზე თუ ვისაუბრებთ და ანუ თუ აი ხარისხზე და პროფესიონალურ დონეზე თუ ვილაპარაკებთ, აი ნახე და იქ ნახავ რა არის ნამდვილი TIE Fight, ან ნამდვილი ბრძოლა რა. ფეხებიც არის? მან ყველაფერი. მან არის ჭიდაყვი, ფეხები, ჭიდაობის გარდა და თავისთავად აი ტაილანდური კრივის ელემენტები ხო თავისი გდებებით რა მოიმებით ხო სვინგებით. რაც შეეხება ბეარქნაკალ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეგეც საინტერესო არის და სწორედ იმიტომ იზრდება პოპულარობა რა და არის ხასიათზე ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი რომ იჩხუბოს მაგალითად კიკბოქსინგში იჩხუბოს, MMA-ში იჩხუბოს, ბეარქნაკალში იჩხუბოს, TIE Fight-ში და ყველას უნდა კონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი ისინი ანუ შესაძლებლობები გამოავლინოს და რაღაცა თავის თავს დაუმტკიცოს. შექმნა შოუ. დავით, პირადად შენთვის, აი როგორც სპორტსმენისთვის არა, აი უბრალოდ ადამიანისთვის რა არის საინტერესო აი სპორტული სახეობებიდან? შენ როდესაც ისვენებ უყურებ ფეხბურთს, კალათბურთს, ჰოკეის შეიძლება, კრივს უყურებ. თუ რა არის ძირითადად როგორ ერთობი და რა სპორტულ გადაცემებს უყურებ? თუ უყურებ პრინციპში სპორტულ გადაცემებს? რა თქმა უნდა უყურებ, ანუ უყურე როგორი ის არის მომენტი არის, ჰობი გვაქვს ყველას, მაგრამ ზუსტად ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როდესაც ამისთვის ნაკლები დრო მაქვს. რა თქმა უნდა, მეგობრებში, სამეგობრო წრეში სადღაც გასვლა, პიკნიკი, თევზაობა, რა ვიცი, რაღაცების ფილმის ყურება, ეს ყველაფერი მაგრამ მიყვარს, მაგრამ ამ Max Fight-ის გადამკიდე, ჩემი დარბაზის აკადემიის გადამკიდე და ჯერ კიდევ პირადი კარიერის გადამკიდე ძალიან ნაკლები დრო რჩება იმისათვის, რომ მაგალითად რაღაც განტვირთვა მოვასწრო, მაგრამ მიყვარს არასპორტული რაღაცები, აი პირობითად, რომ მთელი ცხოვრება ხო სპორტში ხარ ჩართული, მიყვარს რაღაც არასპორტულის კეთება რა. რისთვისაც ცოტა ნაკლები დრო გრჩება ხოლმე, მაგრამ მიყვარს რაღაცანაირად. ჩემს უბანში წასვლა და ბირჟაზე დგომაც მენატრება ხოლმე, ხო იცი, სადაც თამაშობა გავატარე სამეზობლოში რა, სოფელში, ეგეც ამას მაგარი кайფია. შემდეგი შეკითხვა ზუსტად აი ამ შეხამებაზე იყო და იმაზე რასაც შენ აკეთებ, შენ ხარ პროფესიონალური მებრძოლი, აქტიური, მაგარ ფორმაში. ასევე შენ შექმენი ალბათ უკვე 3 წელია თუ მეტი ხო, Max Fight-ი და ხარ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი. ეს უბრალოდ მაყურებელს რომ აუხსნა, ვინც არ არის ამ საკითხებში ჩახედული, ეს არის ძალიან რთული. პირველ რიგში რატომღაც ზოგჯერ მიმაჩნდა რომ შეუძლებელია რომ თანაც ამ დონის პროფესიონალური მებრძოლი იყო და თან შენი პრომოუშენი კონდეს, რადგანაც მიუხედავად რომ ორივე არის სპორტზე, მაგრამ საჭიროება არის რომ იცოდე ორგანიზაციული, საჭირო არის შეხვედრები ქონდეს უამრავი რეკლამა, ტექნიკური მოწყობა ამ ყველაფრის და როგორ ახერხებ ამის? რთული არის. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი რომ ძალიან რთული არის ამ ყველაფერს რომ თავი მოაბა. 3 პროექტს ვარ ჩაჭიდებული, ანუ მოჭიდებული და რა პროექტებია რომ ანუ არის ანუ პირადი კარიერა, Max Fight-ი და ჩემი აკადემია, საბრძოლო ხელოვნების აკადემია. კარგი გუნდი მყავს შეკრული, კარგი სპონსორები მყავს, რომლებსაც მადლობა მინდა გადავხადო. რომ არა ეს გუნდი და ესეთი კომფორტული სპონსორები მართლა გამიჭირდებოდა, მაგრამ ვახერხებ რა, ახალგაზრდა ვარ, არ მეზარება პირიქით ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს და მთელი ენთუზიაზმით ვარ ჩართული და ასე რომ ბოლოს გამოდის რა, ღმერთიც გვიყურებს და გამოდის როცა მეც ამას ხედავ რომ აი მეც ვიყავ კომენტატორი შენთან და შენ პირადად იყავი მოსული, პირადად ადევნებდი თვალს როგორ ხდება ჩაწერა და ანუ ყოველ პროცესში შენ ხარ ჩართული და შენ გარეშე პროცესი არც ერთი არ ხდება. კი, ყველაფერი ანუ ხო, ან სხვანაირად არ გამოდის. კი, სხვანაირად არ გამოდის, ასე რომ. დავით, რა მოცანას ხედავ და თუ არის ეს მოცანები Max Fight-ისთვის? ანუ როგორი გლობალური ან ლოკალური გეგმები გაქვთ?
განვითარების. რა სიხშირით ტარდება, როგორი მიზნები გაქვთ და უკვე რამდენი ივენტი ჩატარდა დღესდღეობით? 6 აპრილს გვაქვს რიგით მე-10 ღონისძიება, დიახ, მე-10 ღონისძიება. წელიწადში 4 ივენტი იმართება სტაბილურად, რაც შეიძლება ითქვას, რომ არ არის ცოტა, მით უმეტეს ქართული ბაზარისთვის, იმიტომ რომ მარტო მე არ ვარ, ხო? აქ კიდე არის სხვა ორგანიზაციები, სხვა აქტივობები, ასე რომ წელიწადში გვაქვს 4 ღონისძიება და ჩემი მიზანი არის, ანუ რაც ყველაზე მთავარია, ჩემი მიზანი არის, რომ ამ ერთ-ერთ დიდ ორგანიზაციასთან საერთაშორისო უფრო დიდ ორგანიზაციასთან, სოფლიო დონის ორგანიზაციასთან მივახციო იმას, რომ კონდეს რაღაც მემორანდუმი და სპორტსმენები, მებრძოლები, რომლებიც კიკბოქსინგში და MMA-ში გახდებიან Max Fight-ის ჩემპიონები, პირდაპირ კონტრაქტებს სროს თავაზობდი. ეგაა ჩემი მიზანი. Max Fight-ის ჩემპიონი, სიტყვაზე ვთქვათ, რაღაც X-ი ორგანიზაციის კონტრაქტს ძალიან მაგარია. არის ძალიან ბევრი, ანუ არ უпроსტად, ბევრი კი არ არის რამოდენიმე ორგანიზაცია, სადაც ვისურვებდი, რომლებთანაც ვისურვებდი თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ეხლა UFC-დან დაწყებული, PFL, One Championship, Octagon და ქვევით, ხო? აი ამ ორგანიზაციებში დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლობ. მსგავსი პრეცედენტი მე მახსენდება MRT Global-ი, ქონდათ UFC-სთან შეთანხმება, ვინც ხდებოდა MRT Global-ის ჩემპიონი, ავტომატურად 99%-ით იღებდა კონტრაქტს UFC-სთან. ეს იყო კონტრაქტი 3 ბრძოლაზე თუ 5 ბრძოლაზე, აღარ მახსოვს, მაგრამ ეგეთი პრეცედენტები უკვე არსებობს. დავით, შენი იდეა იყო და შენი სურვილი ამის გაკეთება Max Fight-ის, თუ ეს რაღაც გუნდური გადაწყვეტილება არის და გუნდი მუშაობს ამ პროექტზე? პირადად ჩემი გუნდის, ჩემი მწვრთნელის, ანუ ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ და წარსულში რაც მიკეთებია და საომავლო რა გეგმებიც მაქვს, მარტო არასდროს არ დამიგეგმია და არ მიკეთებია ეს ჩემი მწვრთნელთან ერთად, ჩემს გუნდთან ერთად ყოველთვის ამათ ჩვენ ერთად ვაკეთებთ. ეხლა გუნდს რო ვიძახი, ანუ გუნდი კი არა, ოჯახი არის. ბავშვობიდან ერთად რომ მოვდივართ, სამეგობრო წრე ვართ, ერთმანეთს რო ვენდობით და ერთმანეთი რო ვიცით და ზუსტად ვიცი რას ვაკეთებთ რა. აი ესეთი გუნდი მყავს, ასეთი გუნდის წევრი ვარ მე, არ ვიტყოდი მე ვარ ლიდერი და რაღაცა, უბრალოდ ვარ ძალიან მაგარი გუნდი და ჩვენი მიზანი არის ის, რომ სპორტიდან არ გავიდეთ და 15-20 წლის წინ ის მცირე შესაძლებლობები რაც ჰქონდა და მადლობა ღმერთს რაც გამოვიყენეთ, აი ეს შესაძლებლობები მომავალი თაობისთვის გავზარდოთ რა. იმიტომ რომ მაგალითად 10 წლის წინ იყო მიუღწეველი მაგალითად გლორის დონის ორგანიზაცია პირადად მე ხო? ბალეშიკოვდე თელოჯახთან ერთად, როდესაც ჩემი ბრძოლა იყო გლორიში. მადლობა. ეგ იყო ფანტასტიკური ბრძოლა, ეს იყო რაღაც ფანტასტიკური რა. და აი ეს ორგანიზაციები იყო დრო, როდესაც იყო მიუღწეველი, ანუ გზა არ იყო. ეს გზა ჩვენ გავხსენით ბაჩოს ჩემი მწვრთნელის დამსახურებით, იმიტომ რომ ბაჩო ჩემი მწვრთნელი, მენეჯერი, ყველაფერი ბაჩო არის ჩემს ცხოვრებაში და არა მარტო ჩემი. ჩინეთში მაგარი გზა გვაქვს ახსნილი WLF-თან მაგალითად ჩვენ უშვებთ მებრძოლებს და სხვათა შორის 31 მაისს გაიმართება საქართველოს ჰოლანდია წინააღმდეგ, აი ესეთ 5 ქართველი ნაკრებები, რომლის ლიდერი ჩინეთში ჩატარდება, WLF-ია ორგანიზებს და ესე ვიშლებით ხოლმე. ხო, ანუ ეს უკვე ეხლა მოსული სპორტსმენების უფრო მარტივი არის. ეხლა მერაბი ჩემპიონია, ილია ჩემპიონია, კიდე ჩვენი ბიჭები იბრძიან UFC-ში, ხო? ანუ ჩვენ ხო ბიჭებმა ხო თავი გააცნეს. კიკბოქსინგში რაღაც დონეზე მე ხო თავი გავაცანი, კიდე ვიღაცა მოვა, ვიღაცა სხვაგან თავს გააცნობს და ესე გზები გაიხსნება რა, უფრო მარტივი იქნება იქ შესვლა და ასე შემდეგ. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პროექტი. დავით, მე ძალიან მაინტერესებს რომ შევხედოთ პრომოუშენს საქართველოში როგორც ბიზნეს პროექტს, გამომდინარე ქართული ბაზრობის, რამდენად
თავისი ესე ვთქვათ, თავი შეუძლია ამ პროექტს დააკმაყოფილოს, რამდენად დამოკიდებულები ხართ სპონსორებზე, თუ ეს პროექტი თავისთვის ცოცხლობს ბილეთების გაყიდვის და რეკლამის გაყიდვის ხარჯზე თვითონ არსებობს. როგორ ბიზნესს რომ შევაფასოთ? ხო, სპონსორების გარეშე ჯერ კიდე შეუძლებელი იქნება ამ პროექტის განხორციელება და სხვათა შორის მინდა ვახსენო ბილეთებზე, მინდა ყველამ ჩვენ მასმენელმა და ზოგადად გულშემატკივარმა იცოდეს, რომ ანუ ნებისმიერი ერთი ნაყიდი ბილეთი ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციას არსებობაში და სპორტსმენების შესაძლებლობებს ვზრდით. გამიგეთ, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი არის, რომ გულშემატკივარი არ მარტო სოციალური ქსელებით ყავდეს, არამედ მოვიდეს და გულშემატკივარს ხარი დაუჭიროს. თუნდაც ბილეთის ყიდვისას, რომელიც ძალიან იაფიღებს, ხო? 20-დან 50 ლარამდე ღირს ბილეთი. მაქსვაიძე მაგალითად ბილეთები ღირს 25 ლარი, ხო? და არ არის ისეთი ციფრი, რომ მაგალითად ადამიანმა დღეს ვერ შეძლოს ბილეთის შეძენა, ხო? მაგრამ რამდენი ბილეთიც არ უნდა გაყიდო, ხო? ორგანიზაციას ყოველთვის ჭირდება სპონსორი, ყოველთვის ჭირდება მხარდამჭერა, მაგრამ ეს სპონსორშიპი არის ანუ რეკლამაზე დამოკიდებული, ხო? ანუ ჩვენ დღეს სპორტული ორგანიზაციები ძალიან დიდ რეკლამას უკეთებთ სპონსორებს და ძალიან ბევრ ადამიანს ვაცნობთ და არა მარტო არ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მოწყალება, ეს არის სუფთა სპონსორშიპ დილი, სადაც სპონსორიც რეკლამას ღებულობს მაღალი ხარისხის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ და თუ იქნება სწორი, რომ აი საქართველოში რეკლამა რომ განათავსო, აი ეს სპორტაბრძოლები არის საუკეთესო სივრცე. შეგვიძლია ესე ვთქვათ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის დღეს საბრძოლო სპორტი როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. თუ არ ჩავთვლით ახლა, თუ არ ვიტყვით მაგალითად ფეხბურთს, მაინც ფეხბურთი ისეთი იმდენად დამუხტული რაღაცა არის, რომ და კარგია, ხო? ძალიან დიდი გულშემატკივარი ყავს, მაგრამ საბრძოლო სპორტებსაც ძალიან დიდი გულშემატკივარი ყავს და შესაბამისად სპონსორიც ღებულობს კარგ რეკლამას. ძალიან კარგი. დავით, აი ესეთი შეკითხვა მაქვს დარჩენილი კიდე. შენი პროფესიონალური კარიერა, როგორი მიზნები გაქვს, როგორი გეგმები მომავალ წელს? რას დაველოდოთ მაყურებლებმა? ჩემ ბოლო ბრძოლაზე ვისაუბრებ, სადაც Max Fight-ის და IFC-ის ერთობლივი ღონისძიება ჰქონდა, ივენთი ჰქონდა, სადაც გავიმარჯვე, გავხდი ჩემპიონი და არის საუბარი ქამრის დაცვაზე, ასევე მაქვს One Championship-დან შემოთავაზება, რომელზეც ვფიქრობ რა ვქნა და კიდე მაქვს ერთი ორგანიზაციიდან, წინასწარ ვერ ვიტყვი, შემოთავაზება და ასე რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია, რადგან ძალიან სერიოზული ტრამვები მქონდა, გამომდივარ ტრამვებიდან, ვარჯიშების დაწყებული მაქვს და ვნახოთ. შენ ემზადები შენ კლუბში, კირია Fight Club, ხო? სწორად კირია საბრძოლო ხელოვნების აკადემია. აკადემია, კირია საბრძოლო. ეხლა ძირითადად დარბაზში ჩემთან ვარჯიშობ, წინა მზადებაც ჩემ დარბაზში გავიარა. რამდენი წევრისგან შედგება შენი გუნდი, აი რომელიც სტაბილურად შენთან არის და გეხმარება მომზადებაში? და შენი მწვრთნელის სახელი გავაცნობ. ჩემი მწვრთნელი ყველა იცნობს ბაჩუ კიფარცვანიას, ბაჩუა ჩემი მწვრთნელი. უკვე და არა მარტო მწვრთნელი არის, 27 წელია ბაჩოსთან ვარ, 28 წელი. 9 წლის ასაკიდან ბაჩოსთან ვარ. ბაჩომ ჩემი მწვრთნელი არის, ძირითად მომზადების პერიოდში ბაჩუ ჩამოდის, იმიტომ რომ ბაჩი ზუგდიდში ცხოვრობს. ჩამოდის მზადების პერიოდში, ასევე მყავს, ძალიან მაგარი გუნდი მყავს. თლიანად აკადემიაში უკვე 200 კაცს გავცდით. ძალიან ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენები მყავს, სხვათა შორის იმ ბავშვებს და იმ ახალგაზრდებს ვუყურებ, კიდევ უფრო მეტი იმის მაქვს, мотиваცია მაქვს და იმათთან ერთად დიდი ხალისით ვარჯიშობ მე. ანუ შენ საბრძოლო კლუბში არის ბავშვების ჯგუფიც, ალბათ შეუძლია პერსონალურადაც ვარჯიშობ. 6 წლის ასაკიდან გვაქვს მიღება, ზედაზღვარი არ გვაქვს რა თქმა უნდა. პერსონალური ვარჯიშების რა თქმა უნდა შესაძლებელი არის. მხოლოდ მოყვარულები თუ ისაც ამბიცია აქვს სპორტულები, თუ ორივე შეუძლიათ შენთან რო ივარჯიშოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს სურვილი რომ უბრალოდ სპორტი დაკავდეს და დაიცვას ჯანსაღი ცხოვრების წესი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და მათ შორის რა თქმა უნდა პროფესიონალებსაც ჩვენ გვაქვს დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 10 საათამდე ვარჯიშები არის ჩვენ და დღეში არის 8 ვარჯიში. ჩვენი ნებისმიერს გაქვს შესაძლებლობა რომ ჩემპიონთან ერთად ივარჯიშოთ და
დავითის დაარსებულ ორთაბრძოლების კლუბში იყოთ მისი წევრი. დავით, რა მისამართი არის, რომ მაყურებელი მომწერს სავარაუდოდ? საბურთალო შალვა ნუცუბიძის 129 ნომერი არის ჩვენი მისამართი. შალვა ნუცუბიძის 129 ნომერში მოგზანდით დავითთან სავარაუდოდ. სხვათა შორის ჩემთან არ ხარ ნამყოფში. მე ვიყავი სულ პირველად რო გაიხსენეთ. ალიმთან ერთად ვიყავი, მოსული თუ კი, სულ კი კაცო, აი პირველ დღე ვიყავი. ხა გამახსენდა ბოდიში. ხოდა ერთხელ კი უფრო ხშირად უნდა მოხვიდე. აუცილებლად. აი ჩემ კლუბსაც ვალაგებ და შემდეგ კი, წარმატებები მინდა გისურვო, სულ რაღაც სიახლის შემოტანასწილობ, ესეც სიახლე არის კუსტბაზე ალბათ ნახევარმა საქართველოს მიცის რომ იქ ღია დარბაზი კი ხო, იქ მე მგონი ერთადერთი ისე არის, ხო, ღია დარბაზი პროექტი რაც ქონდა, კიდე გაქვს ეგ თუ რა? ეხლა გეგმავთ რომ გადავიდეთ, საუბარი არის ან თბილისის ზღვაზე, ან სხვა ტერიტორიას. კუსპიდან გადავდივართ. მაგრამ პროექტი ცოცხალიერს კარგი ლოკაცია არის იქაც, იმედი მაქვს რომ იქაც დარჩებით და სხვაგანაც გახსნით, რაც მეტი იქნება ფილიალი მით უკეთესი და აქაც მაგარი გარემო გაქვს. ეს პრემიუმ კლასის ის გაქვს დარბაზი. გაიხარე, ყველას გეპატიჟებით ჩემთან და დავითთან საბრძოლო კლუბში აუცილებლად. პერსონალური ვარჯიშები ვისაც გინდათ? აირონ ლაშა. ობდანით. დავით, მე მინდა გისურვო შენ წარმატება შენ პროფესიონალურ კარიერაში, მე მინდა გისურვო წარმატება შენ ორთაბრძოლების კლუბის განვითარებაში და ასევე რომ დიდი წარმატებას მიაღწიოს შენმა პრომოუშენმა Max Fight-მა. ძალიან გულშემატკივრობ, ძალიან მომწონს რასაც აკეთებ და მინდა რომ ეს წელიწადი იყოს შენთვის განსხვავებულად წარმატებული და კარგი. შემოგიყვება. მადლობა რომ აუცილებლად გვესტუმრე. ჩვენ მინდა რომ განვიხილოთ კიდე რაღაც ბრძოლა, აუცილებლად ამაზე ვისაუბრებთ. შეიძლება ეს იყოს თოფურიას ბრძოლა, შეიძლება დვალიშვილის და იმედია კიდე ერთხელ გვესტუმრე. კი ბატონო, გამიხარდება მაგრამ და მეც გეპატიჟები ჩემ პოდკასტში. აუცილებლად მოდით და ვილაპარაკოთ. მაგრამ მოდი სიახლეები, ხო? შენი ბრძოლის სიახლეები დავაანონსოთ და შემდეგ. კი, აუცილებლად. ეს იყო Iron Podcast-ი, აუცილებლად გამოიწერეთ